ძველი რადიო დაგიბრუნდით არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. პოეტი მირანდა ერისთავია ჩვენთან. ქალბატონ მირანდა, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და რაც შეეხება თქვენს პოეზიას, ვინც კი ნაზიარებია, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ თქვენი სულის გამოძახილია და თქვენი პოეზია ასე ვფიქრობ, რომ თქვენი მთელი ცხოვრებაა. და აქვე მინდა ჩვენს მაყურებელს ვუთხრა, რომ თქვენ ფოტოგრაფი ბრძანდებით. და ზოგადად, როდესაც პოეზიაზე საუბარი და მით უმეტეს პოეტი არის თან ფოტოგრაფი, ფიქრობ, რომ სამყაროს აღქმა აბსოლუტურად განსხვავებულია. მოდით ამით დავიწყოთ საუბარი, რამდენად გეხმარებათ თქვენი პროფესია, ანუ ფოტოგრაფიას გულისხმობ ლექსის წერაში და პირიქით, ანუ პოეზიამ სხვა თვალით დაგანახათ თუ არა სამყარო. მოგესალმებით ნინო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან მოსვლა, ასეც ლამაზ წამყვანთან ერთად და თქვენს საყვარელ ამაყურებელთან შეხვედრა. ერთი ნათქვამი იყო, ზუსტად არ მახსოვს ვისი, პოეზია ეს არის შეჩერებული მხატვრობაო და მხატვრობა ეს არისო ალაპარაკებული პოეზია ნახატებშიო და ანალოგიურად არის ფოტოშიც, ანუ როდესაც ვთქვათ ლექსს წერ, ვცდილობ, რომ იგივე წვდომა გავაკეთო, ფოკუსირება, რასაც ვთქვათ ფოტოაპარატით ვაკეთებ ხოლმე ხშირად, ან პირიქით. ვცდილობ ისეთი ფოტო გადავიღო, სადაც საუბრობს ფოტო და პოეზიასავით მიმაქვს ადამიანის გულამდე სათქმელი. დიახ, და ადამიანის გულამდე მიგაქვთ სათქმელი და რა თქმა უნდა, პოეტი როდესაც წერს, უპირველეს ყოვლისა, წერს თავისთვის, ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ ეს არის სულის გამოძახილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მკითხველის აზრიც, ხო? რამდენად გემეგობრებათ თქვენი მკითხველი და რამდენად მეგობრობს მკითხველი თქვენს პოეზიასთან? კი, არსებობს ასეთი გამოთქმა ხელოვნება ხელოვნებისთვის და ხელოვნება ხალხისთვის და ჩემთვის არის მიზანი, რომ ხალხისთვის იყოს ჩემი ლექსის და ნებისმიერი ხელოვნების ნიმუშიც. და ხალხამდე მივიტანო სათქმელი, მათი ტკივილი, ვთქვა, ხშირად ვსაუბრობ ტაბუდადებულ თემებზე, ეს რელიგიაში იქნება თუ ქალის ემოციები, იქნება თუ ზოგადად ნებისმიერ საკითხზე, ვცდილობ ვისაუბრო მათ ტკივილებზე, მათ მაგივრად, ვინც ჩუმად არის. დიახ, და აი მართლაც თქვენს ლექსს რომ წაიკითხავს ადამიანი, თუნდაც არ იცოდეს ვინ არის ავტორი, ნამდვილად მიხვდება, რომ ქალის დაწერილი ლექსია. ჩემი ლექსები არის გრძნობებზე, წინაღობებზე, პროტესტებზე, იმედზე და უიმედობაზე. დანარჩენის განსჯა თქვენთვის მომინდია, ვუძღვნი ყველას, ვისთანაც სიყვარული და ლექსი მაკავშირებს. მართლაც საოცარი გრძნობაა სიყვარული და ძალიან ბევრი ლექსი გაქვთ სიყვარულზე და მოდით დრო ძალიან სწრაფად გარბის და წაგვიკითხეთ თქვენი ლექსი, თან ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ავტორი თავად კითხულობს. კარგი ძვირფასო. მაშინ რადგან მარხვა დაიწყო, შესაბამისად მარხვის დარღვევისკენ ხანდახან გაგვირბის ხოლმე გული და ასე შემდეგ, ჩემს მარხვის დარღვევაზე ლექსს წავიკითხო. კარგით, საინტერესოა. რომელიც არის სიყვარულზე, რა თქმა უნდა. მარხვა ირღვევა, როგორც კაშნე ჩემი ყელის და ვეხვევით ერთად ლაბირინთში შენი თითების, შენ ღვინოს მიწვდი, შენი სულის, როგორც ხელადას, მეც შენს ცხელ კანზე შეხებისგან უცებ ვინთები, ირღვევა მარხვა, თუმცა მაინც გიცქერ მარხულად, შენს ხელებს უკოცნი, როგორც ქრისტეს წყალს და ხმიადებს, უკრავს სიჩუმე, როგორც ღამის თოვლში მარხილი და როიალსაც სურს ლურჯ შუქად ამოხმიანდეს. დაბლა იყრება სამოსივით ყურძნის მარცვლები, მწვანე თვალებით მთვარის შუქზე ვგავართ ავაზებს. მინდა მიყურო დიდხანს შიშველს, სანამ დავწვევი შენი სხეულის რძისფერ, მაგრამ მზისებრ ლავაზე. მარხვა ირღვევა მცნებებივით, მკაბას ვინჩივის და ღილებივით აიწყვეტენ, უცებ ვნებებიც. ხან დავიმორცხებ, ხან ავიშვებ ცუდი ბიჭივით, შენ ჩემს სურვილებს მიხვები და თამაშს ნებდები. მარხვა ირღვევა, რძეც იღვრება, ვცოდავ, ვუტიფრობ. ცუც რომ ვაკეთებ, რომ დავფიქრდე, განა არ მჯერა. ღმერთო შემინდე,
ყველა ცოდვა ბოლო მით უფრო რომ მარხვას ვარღვევ ჩემში ღმერთის გადასარჩენად. მადლობა მირანდა, ბრავო და აი როდესაც საუბარია ზოგადად ქალის პოეზიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ლექსი არის მისი სულის ანარიკლი, მისი სულის გამოძახილი. თქვენს პოეზიაში თქვენ წერთ, რომ ვისთანაც სიყვარული და ლექსი მაკავშირებს, მათ ვუძღვნი ამ ლექსებსო და თქვენ რა გაკავშირებთ ყველაზე მეტად თქვენს მკითხველთან? სიყვარული. კი, პირველ რიგში სიყვარული და მიხარია მათგანაც, რომ გრძნობ სიყვარულს და ძირითადად ორმაგად მიხარია, როცა უცხო ადამიანები მაგრძნობინებენ, რომ უყვართ ჩემი ლექსები და მათ ტკივილებზე და მათ სურვილებზე ხმამაღლად ვსაუბრობ. და აი რაც შეეხება ლექსს, არის თუ არა ტკივილის, ასე ვთქვათ, წამალი. კი, ლექსი არის თვითონ ჩემთვის თავშესაფარი და ადრე ფსიქოლოგიას რო ვსწავლობდი, ნანა ჩაჩუა მიკითხავდა ლექციებს და განვიხილავდით ხოლმე მაგალითად ტატოს რო არ შეძლებოდა ლექსის წერა, ვინ იქნებოდა პიკასო, ვინ იქნებოდა, რა ვიცი, მიქელანჯელო და აღმოჩნდა, რომ თუ ხელოვნების ეს საშუალება არ ქონდა და ვერ გამოხატე შენი თავი ხელოვნებაში, მაშინ მიდრეკილება გაქვს, რომ ან თვითმკვლელობით დაამთავრო სიცოცხლე, ან თქვათ წამალი გაიკეთო და ასე შემდეგ, წამლის მომხმარებელი იყო და ასე შემდეგ. ანუ რაც აღვნიშნე, ლექსი არის ჩვენთვის ზუსტად წამალი, სულის მკურნალი. დიახ, და იქ ალბათ ნანა ახსენეთ და ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ მას და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი სულის საკურნებელს მოძებნის, ხო? შეიძლება ვინმესთვის ეს იყოს პოეზია, ვინმესთვის იყოს მხატვრობა, არც მუსიკა და არა მარტო დაუშვათ შემოქმედება, ხო? თავარია, როგორც აღვნიშნეთ, სულის საკურნებელი მოძებნოს ადამიანმა და აი რაც შეეხება სიყვარულს, ხო, ისე, ანუ აი ქალის და მამაკაცის თემაც ესეც დომინირებს და არის თუ არა ეს თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი თქვენი პოეზიის? ნამდვილად. ანუ სიყვარულის გარეშე ცხოვრება მე პირადად წარმოუდგენელია ჩემთვის, არის მონოტონური, დამღლელი და ყოველთვის ვცდილობ, რომ ყავდეს სიყვარულის ობიექტი. და მიყვარდეს, რომ არ მქონდეს სხვა რამისთვის, ასე ვთქვათ, დრო. ანუ სიყვარულია, რაც გვამოძრავებს. დიახ, რა თქმა უნდა და სიყვარული აგვამაღლებს, ვითეჟვანი ამაჟღერენო, ეს მართლაა და მართლაც ასეა და თქვენის ნებართვით თუ შეიძლება მეც წავიკითხავ ერთ ლექსს, მართალია ავტორები გაცილებით უკეთესად კითხულობენ, მაგრამ წამყვანებისთვისაც ფუფუნებაა. ჩემთვის დიდი პატივია ლამაზი ქალბატონები რომ კითხულობენ. ძალიან დიდი მადლობა. ლამაზი ლექსი, ხო? ასე დავასათაურებდი თქვენის ნებართვით. მე შემიყვარხარ. სწორედ ამიტომ ვგრძნობ, რომ არსებობ თების გადაღმა. სული ზეცაზე მაღლა ავიდა, რომ დაგინახოს, ახლა სადახარ. მე შემიყვარხარ. ვიცი ეს გაცდა, ბოლოს ჩემამდე მაინც მოგიყვანს, მინდა ყოველგვარ საზღვარს გადავწდე, რომ 1001 ღამე მოგიყვე. შენი თავს უნთქავ და შენით ვსასობ, ცრემლს გასაშრობად მსისხლზე ვკიდებ, მე შენ მიყვარხარ, რადგან არსებობ, გიპოვნი კიდეც. საოცარი ლექსია და ვფიქრობ, რომ იქ სადაც სიყვარულის განცდა, რა თქმა უნდა, არის სიკეთე. სიყვარული სიკეთის გარეშე წარმოუდგენელია. მირანდა და ეს თქვენი კრებულია ამოსუნთქვამდე და ეს პირველი კრებულია. დიახ და როდის დაიწერა? ზოგადად მე მაინტერესებს, ანუ თქვენ პოეზიას რა ასაკში ეზიარეთ? 5 წლის ვიყავი ლექსი რო დამიწერია, როგორც ჩემი მამიკო მეუნება. მამა არის ამირან გოდერძიშვილი, პოეტი და ჩვენთვის თამაში იყო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში, რითმებით რო ვთამაშობდით და თქვა სკოლამდე გზა იყო 1 კილომეტრი და ეს გზა ფეხით რომ მოვდიოდით, ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მაგარ რითმებს იტყოდა. და მე შესაბამისად ჩემი საყვარელი მწერლების და პოეტების
შესახებაც საუბრობდით ხოლმე და ლექსებით გვიყვარდა საუბარი მორის ბოცხიშვილის, შოთა ნიშნიანიძე, მუხრანი, ანა კალანდაძე. ანუ ლექსებით ესაუბრებოდით. და ვცდილობდით, რომ ის რასაც იტყოდა და იმის საპასუხო ლექსით მოპასუხა და ეს იყო ჩემთვის გასართობი. პირველი ლექსი გახსოვთ, როდის დაწერეთ? პირადად რომელიც დამიბეჭდეს 13 წლის ასაკში მახსოვს. კი. საკმაოდ პატარა. და აი როგორი გაცდა ქონდათ, როდესაც თქვენი პირველი ლექსი დაიბეჭდა? ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო ჩემთვის და ყოველთვის ვცდილობდი, რომ მეც დამეწერა ისეთი ლექსი, რომ ასე ვთქვათ, რაღაც ჩემი სათქმელი მეთქვა ხალხისთვის და ზოგადად. დიახ, და ისევ ამ კრებულს მინდა დავუბრუნდე ამასუნ თქვამდე, როდის გამოიცა ეს კრებული და რამდენი ლექსია აქ? ლექსები არ დამითვლია. ხო, ნუ ანუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი, ხო, ანუ თავმოყრილია წლების განმავლობაში, ანუ უბრალოდ ეს მინდოდა მეკითხა, წლების განმავლობაში დაგროვილი, ხო? და ახლაც მაქვს დაგროვილი 5 მაგდენი კიდე დასაბეჭდად. ესე იგი აპირებთ უკვე მეორე კრებულის გამოცემას. დიახ, ვაპირებ უახლოეს მომავალში. და როდის უახლოეს მომავალში და ალბათ პრეზენტაციაც გაიმართება. აუცილებლად. კარგით და წაგვიკითხეთ კიდევ. იცით რა, აი როდესაც პოეტებს ვეკითხები, რომ აი თქვენი საყვარელი ლექსი რომელია, ხშირად ესეთი პასუხია, რომ ყველა ლექსი შვილივით მიყვარს, რომელიმე განსაკუთრებული არის თქვენთვის თქვენს პოეზიაში. მეც შვილებივით მიყვარს ყველა ლექსი. მაგრამ არის რამდენიმე ლექსი, რომელიც ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა მიყვარს მეც. რომელიმე მნიშვნელოვანს ხომ არ წაგვიკითხავდით? გამორჩეულს თქვენთვის. ამ წიგნისთვის ვაპირებდი და მე რქმია შიშველმა ილოცე თავის დროზე, მაგრამ დედიკოს თხოვნით არ დავარქვი. ეს ალბათ შიშველ სულზეა საუბარი. აუცილებლად. და შემდეგ კრებულს ვფიქრობ, რომ ეგ სახელი დავარქვა, რადგან აქ დედიკო გავითვალისწინე. და ანუ ჩემი ლექსები, როგორც ვთქვი, არის ღმერთზე, სიყვარულზე და ასე შემდეგ. და კიდევ მაქვს მეორე ლექსი, გახსოვდეს ქრისტეს არსემდა დედა, რომელიც ვთვლი, რომ ერთ-ერთი ძლიერი სათქმელი არის ჩემი. გისმენთ. კი. თუმცა სხვა ლექსებიც აქვს ახლები. შიშველმა ილოცე. ილოცე, შიშველმა ილოცე. შიშველმა და არა დახურულ სამოსში არ გინდა სიმორცხვე, ღმერთი ხომ შიშველსაც გნახულობს. შიშველმა ილოცე ნეკნებად, აანთე სანთლები შენშიაც, დღეს ცოდვის განბანვა გექნება, მოყევი, რაც ღმერთთან შეგშლია. შიშველმა ილოცე, არ გინდა, სამოსი არც მძივი გიშერის, მაგ შენი ტანსაცმლის მაგიურად შიშველმა ილოცე გიშველის. მოეშვი ხატებთან დაჩოქილ, ლოცვებს გადაზუთხულს ბანალურს. ღმერთმა ხომ სიშიშვლე გაჩუქა, ილოცე, ვითომა ბანაო. და რაც შეეხება გაშიშვლებულ სულს, ალბათ ღმერთის წინაშე სწორედ ადამიანი აი ესე გაშიშვლებული სულით ლოცულობს. აუცილებლად. ალბათ ეს არის, მე ვფიქრობ, თქვენი მთავარი სათქმელი. ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე. მთავარია რა გულით მიდიხარ ღმერთთან. რა თქმა უნდა, მთავარია რა გულით მივდივართ და ამასობაში რაც შეეხება პატრიოტულ მოტივს, არის თუ არა თქვენს პოეზიაში? კი, მაქვს პატრიოტული ლექსებიც, თუმცა მაინც სიყვარულზე მაქვს ხოლმე ბევრი, თუმცა მაქვს პატრიოტულიც. კიდევ წაგვიკითხეთ. სიყვარულზე? რომელიც თქვენ გნებავთ. თქვენი პოეზია ძალიან საინტერესოა. აი გადაიშალა მაშინ შემდეგი სადგურის სხვა ქალი. კი ბატონო. ამ ლექსზე და წავიკითხავ. კვლავ სტოვებ გრძნობებით უფაკლავ, ლოყასთან კოცნების ნავსებს, ახალი ვნებით და უფრო კი, ახალი ტყუილით მავსებ, და სული რომელიც აქ არის, ჰგავს ტანზე შემომსკდარ მერქანს, შემდეგი სადგური სხვა ქალი, მე წინა სადგური მერქვა. მიუყვები დენივით დინებას და ვბრაზობ შენთვის რაც ვევნე, მინდა რომ ჩემსავით დანებდე, დანება და ალესი ლვენებს, ბევრია დოქიც და ბაკალიც, ვამსხრევ ღვინის ყველა აბჯარს, შემდეგი სადგური სხვა ქალი, ბოლო გაჩერება არ ჩანს. ბოლო გაჩერება არ ჩანს, კიდე ალბათ ბოლო გაჩერებამდე რომ მივალთ, იქაც დასრულდება ყველაფერი და ამასობაში კიდევ აი
ერთი ლექსია. ერთ-ერთს არ ვუმატებ და მაინც ორია. წავიკითხავ მეც ამ ლექსს. დიდი სიამოვნებაა. ჩემიდან ჩემამდე დღეს უფრო შორია, ვიდრე ამ ანძილი ძვირფასო ჩვენ შორის. ერთს არ ვუმატებ და მაინც ორია. ხშირად მთარი არის და ვარქმევთ ჭეშმარიტს. ჩემიდან შენამდე ზეცაც კი ერთია, თვალებში გირეკლავ და შენით სავსეობ. მაკლი ხარ, რადგან დღეს შენზე მეტი ხარ, რადგან დღეს შენ ჩემშიც არსებობ. შვენიერია, მართლა იცით რა, ძალიან ლამაზად ნათქვამია და ძალიან ადვილად გასაგები და ზოგადად პოეზიაზეც მინდა კითხოთ. ან თანამედროვე მკითხველის გემოვნება რამდენად განსხვავებულია, იმიტომ რომ ყველა ეპოქას რა თქმა უნდა თავისი მოთხოვნები აქვს, ხო? და რა არის თანამედროვე პოეტისთვის ის მნიშვნელოვანი, რითაც უნდა დააინტერესოს მკითხველი, ახალგაზრდა მკითხველი. კარგი შეკითხვა, ნინო. და მე პირადად, ხშირად ვაფასებ იგივე ჩემს ლექსებს და სხვების ლექსებსაც მკითხველის თვალით და იმდენად აუჩქარად რომ და იმდენად ბევრი ინფორმაცია შემოდის ჩვენთან, რომ მთავარი არის თანამედროვე მკითხველისთვის, რომ მივაწოდოთ ლაკონურად, მოკლედ ჩვენი სათქმელი და არ დავღალოთ თქვათ გრძლად გაშლილი თემები. გრძელი სიტყვა მოკლედ როგორც რუსთაველმა თქვა ზუსტად და ალბათ ეგ არის, რომ არ დაღალო და სხარტულად მიაწოდო შენი სათქმელი და არა ნამდვილად 20 სტროფში და ასე შემდეგ, რომ წაკითხვის დრო არ აქვს რა ხშირად. და აი რაც შეეხება ლექსის წერას. ზოგადად ხო აი მუზა მოვიდა, როგორც პოეტები ამბობენ და აი უნდა დაიწეროს, ხო? თუმცა შეიძლება აი ისეთ მდგომარეობაში ხართ, ან ისეთ ადგილას ხართ, აი რა ვიცი, აი რა შვებთ, აი ტრანსპორტში რას აკეთებთ, აი უცებ მოვიდა. და ეს აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ და ჩაიწეროთ, თუ მეხსიერებაში რჩება. მეხსიერებაში იმედი მაქვს ხოლმე რომ რჩება, მაგრამ მე მავიწყდება. ამიტომ ალბათ ინიშნავთ, ხო? ერთი სიტყვაც რო ჩაინიშნო, ერთი ასე ვთქვათ, წინადადებაც რო ჩაინიშნო, შეგიძლია მე ააგო ის ლექსი. არ არის მაგაზე პრობლემა. თუმცა მე ჩემთვის იგივე ტრანსპორტში ლექსის დაწერა ძალიან ადვილია და პირიქით გასართობია ხოლმე რომ დრო გავიყვანო მაგით. დიახ, აი ყოფილა დავუშვათ, რომ უცებ არ გიფიქრიათ, მაგრამ აი თუნდაც ადამიანი, ან რაღაც აი სცენარი, ყვავილი, აი მუზა აქედან მოსულა. აუცილებლად, კი. ხშირად არის მასე და თავარია რომ ჩაინიშნო, თორემ თუ არ ჩაინიშნა მთელი დღე ის სიტყვები გიტრიალებს, თავში გიტრიალებს, სანამ არ იტყვი, არ ამოთქვა, თავს არ განებებს. დიახ, და ის ფოტოგრაფიაზეც მინდა გკითხოთ. ანუ სად იღებთ, რას იღებთ და აი თქვენი ხელწერა როგორია ფოტოგრაფიაში? ფოტოგრაფიაში ძირითადად ანუ ვიღებ რეალობა, მინდა გადავიღო სინამდვილე, მიყვარს ხალხის გადაღება, ამ ძველი შენობების გადაღება და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საქართველოს გარშემო ყოველ დღე მოგზაურობდი ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად და ვიღებდი ამ ქართული ცხოვრების სურათებს, ძირითადად მოხუცებს, ბავშვებს, სოფლის ცხოვრებას და ასე შემდეგ. დიახ, რაც ნამდვილია, როგორც მივხვდი. დიახ, და რაც შეეხება პოეზიას, ანუ თქვენი სულის ანარეკლია და ეს არის უშრედი, რა თქმა უნდა. სულს როგორც სულს არ აქვს. რა თქმა უნდა, ასევე პოეზიას არ აქვს საზღვარი, ხო? და აი როგორ ფიქრობთ, ეს საზღვარი სადამდე მიგიყვანთ? ეს უსაზღვრობა? ალბათ ღმერთამდე. რა კარგი პასუხია. ყველა გზა ეკლესიისკენ უნდა წავიდეს და რომის ნაცვლად ღმერთთან უნდა მიდიოდეს ყველა გზა. კარგი პასუხია და მაშინ რადგან ესე ვსაუბრობთ ღმერთთან შეხვედრისას, რას ეტყოდით მას? თქვენს ლექსს წაიკითხავდით? ცოტა რთულია მესმის, მაგრამ აი ესე თქვენმა პოეზიამ მიმიყვანა აქამდე. ღმერთს ჩემი ყველა ლექსი მოსმენილი აქვს უკვე და მას მოусმენ. დიახ, ესეც არაჩვეულებრივი პასუხია მირანდა და არ შეიძლება ამ პასუხს ერთი ლექსიც არ მოყვეს. კარგით, მაშინ ერთი
ამით ბოდიშით ბევრი ლექსია ღმერთს თუნდაც და აბა იმ ლექს თუ ვიპოვებ ანუ უფალია ყველგან თქვენს ყველა ლექსში, იმიტომ რომ ყველგან სიყვარულია. გაიხარეთ, სიყვარული არის ღმერთი, ნამდვილად, როგორც უკვე თქვენს ჩვენამდეც. რომ შეგვძლებოდა, რას არ ვიზამდით, თავს კვლავ ვიტყუებთ დიდხანს. ხელს ყველა იშვერს კრიტიკისათვის, მაგრამ არავინ ითხოვს. გუკიდი ამ წარე სიტყვა გულის პირს, გავართ ჩვენსავე კარცერს. ხელს ყველა იწვდის სიყვარულისთვის, მაგრამ არავინ გასცემს. ვაშენებთ ჩვენში ღამის კართაგენს და ვმალავთ სულში ლაჩარს. ყველა ყოველთვის ღმერთზე ქადაგებს, მაგრამ მორწმუნე არ ჩანს. თუმცა ძალიან ლამაზი ლექსია და კი მორწმუნენი არიან. ალბათ ამაშიც დამეთანხმებით, ძალიან ბევრი მორწმუნეა და ეს ადამიანები ზოგ შემთხვევაში ჩუმად არიან. კიდე აი რაც შეეხება ისევ პოეზიას, ანუ აი წარმოგიდგენიათ, რომ თქვენი ცხოვრება ყოფილიყო პოეზიის გარეშე. თუ გიფიქრიათ და პოეზია რომ არა, მაშინ ან მუსიკა, აი ძალიან ბევრი პოეტი ვიცი, რომ მუსიკასთან არის თანაზი არის, ან პირიქით. წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ლექსის გარეშე? არ წარმომიდგენია არც გიფიქრიათ არასდროს. და მუსიკაც შემთთვის ძალიან ძვირფასია. კლასიკური მუსიკა მიყვარს ძირითადად და სულიერად მაწყნარებს და გადავყავარ სხვა სამყაროში. დიახ, და აი ალბათ მუსიკის თანხლებითაც იწერება თქვენი ლექსები. ჩემი ლექსები ძირითადად მიყვარს დუმილში რო იწერება, იმიტომ რომ დუმილს აქვს ყველაზე დიდი ხმა. და მაგ დროს დიახ, უსმენ შენ სულსაც და შენში თელს ლექსსაც და დიალოგსაც და ყველაფერს. შენი სულის მუსიკას შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? და თითქოს ღმერთს ესაუბრები. ანუ შენს თავს რაც უფრო უხმავდები, მით უფრო მეტად უახლოვდები ღმერთს. დიახ, და აი ალბათ ღამეც წერთ, იმიტომ რომ ღამე მაინც უფრო იდუმალია. აუცილებლად ღამე არის ყველაზე კარგი დრო ლექსის დასაწერად, რადგან ღამეს სულ სხვა სამყაროში გადადიხარ და სხვა განზომილებაში. კი ბატონო, და აი რაც შეეხება ზოგადად ისევ თანამედროვე პოეზიაზე მინდა გითხოთ. როდესაც ქართველებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ისეთი ბუმბერასი პოეტები გვყავთ, ახლა ჩამოთვალს არ დავიწყებთ, რომ აი უთქვათ ხოლმე, რომ ნუ ამათ მერე რა უნდა დაიწეროს, ხო? თუმცა ძალიან ბევრი კარგი თანამედროვე პოეტი გვყავს, ხო, ერთ-ერთი წარმომადგენელი თქვენ ბრძანდებით. აი რას იტყოდით თანამედროვე პოეზიაზე? რამდენად გახსნილია, რამდენად თავისუფალია, რამდენად ასე ვთქვათ ცხარტულია, როგორც იტყვია. ბევრი თანამედროვე პოეტია, ვინც მე პირადად ძალიან მიყვარს, სახელებს არ ჩამოვთვლი, რომ არ გამომრჩეს ვინმე და ვთვლი, რომ ძალიან კარგად ამბობენ თავიანთ სათქმელს და შესაბამისად ხალხისგანაც იღებენ ამისთვის სიყვარულს. კი და მაინც ჩვენს ბუმბერას პოეტებს რომ გადავალოთ თვალი, რომელია გამორჩეული? თქვენთვის. შოთა რუსთავი. ამოუხსნელი ფენომენი მსოფლიოსთვის. და მერე ვაჟა და გალაქტიონი და ასე შემდეგ. დიახ, მართლაც იმდენი ოპერაზი ვყავდა, რომ ძნელი არის გადაიხარო რომელიმეს მხარეს. კი, თუმცა ეს არიან გენიოსები, რომლებიც ეპოქებს გაუძლებენ, ხო? აუცილებლად. რა თქმა უნდა, მათ დროს გაუსწრეს. კი, შეიძლება ასე ვთქვათ. ახლაც ჩვენზე წინ არიან და ჩვენ იმედია დავეწევით როდის. ნახოთ, თუმცა რაც შეეხება თანამედროვე პოეტებს, მართლაც ჩემთვისაც ძალიან ბევრი აღმოჩენაა. თქვენ მათ შორის და ქართული ერი ზოგადად ნახეთ, ეს არ არის ლიტვანი ფრაზა, ეს ნიჭიერი ერი ვართ, მომღერალი ერია, პოეტების ერია, ანუ ძალიან კარგად წერენ ჩვენი პოეტები და კიდევ რაც შეეხება მკითხველს, ნახეთ, იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები წიგნს დაშორდნენ, თუმცა ისევ
უბრუნდებიან და დაუბრუნდნენ, ძალიან ბევრი დაუბრუნდა. ეხლა ვინცსაც დავუშვათ არ ქონია ეს ასე ვთქვათ ლუფტი კი არა და რაღაცა გაშორება ციგთან, ისინი დავჭით ციგთან, თუმცა ხა ძალიან ბევრი დაუბრუნდა და ახალგაზრდები კითხულობენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა პოეტია და აი, როდესაც იკრიბებით პოეტები პოეზიის საღამო იქნება თუ ისე არ ვიცი შეიძლება ესეთი მეგობრული შეხვედრა ანუ ახალგაზრდები ესწრებიან თუ არა და ბავშვებს ეს მოზარდებზეც მაინტერესებს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩართულობა არის ახალგაზრდების მხრიდან, თუმცა უფრო გაჯეტებზე არის გადართული ყველა სამწუხაროდ. ახლა ხანს ვიყავი 46 საშუალო სკოლაში და იქ რაც ვიგრძენი ბავშვებისგან, ცხადია მასწავლებლებისგან პირველ რიგში, იყო საოცარი ინტერესი და სიყვარული და სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს დადებითი ემოცია, რაც მივიღე და ჯერ თავიდან თითქოს ისე იყვნენ რამდენიმე ბიჭი განწყობილი, რომ ანუ ისეთ ასაკში არიან მე-9 კლასი, რომ მოსმენა არ უნდათ, მაგრამ მე გაგვიგრძელდა და ისეთი ძალა აქვს პოეზიას. და რა სასიამოვნოა ამის მოსმენა ძალიან ცოტა დრო დაგვჭა და თქვენი ლექსით რომ დავასრულოთ. კარგი ძვირფასო მაშინ და ლექსს ქვია ნახევრად. ხშირად ვთვლით ხოლმე რომ არ გვიმართლებს და ჩვენს ბედს ვაბრალებთ ხოლმე ყველაფერს და ასე შემდეგ და შესაბამისად მე ნახევრად დავაბრალე ბედს. ზოგს სულ მე ნახევრად მიმართლებს. ვერ ვახწევ ვერასდროს ბოლომდის, ნახევრად მაკლია სიმარდე, ნახევრად ვამართლებ მოლოდინს, ნახევრად მინდება გახელა, თვალების მიუყვები არაკებს, ხან მარტო მოვიგებ ნახევრად, ხან მარტო ნახევრად წავაგებ, წუხელაც ნახევრად უკვდებოდი, უფრო კი გადავრჩი ნახევრად, ღმერთიც და ნახევრად დემონიც, წეღანაც კვლავ ამომახველა, მუდამ ნახევარი დავდივარ, ვეძებს სანახევროს ყველაფერს, ნახევრად მშვიდსა და დარდიმანს გავართან ვალში ვარ ყელამდე, ყოველთვის ვიღაცას ვამხელთ თან, ველტვით სულ სკამსა და მანტიას, მეფე და მონა ვართ ნახევრად, ვიგებთ რაც ნახევრად ფანდია, მოვალთ და დრო მიდის უმალვე, და ჰქვია ვიცხოვრე სახელად, ვიღაცას ყოველთვის უმართლებს, მე დღემდე მიმართლებს ნახევრად. ბრავო, ძალიან დიდი მადლობა მირანდა და იმედი მაქვს რომ თქვენი ლექსებით სულ გაგვანებივრებთ. წარმატებები მირანდა ერისთავი იყო ჩვენთან, მალე დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კაი ხარ. ფოტოებს